ჩვენგან გაიტაცეს ოქროს საწმისი ბერძნებმა. რატო ჩამოვიდნენ ბერძნები, რომლებიც რატომღაც ითვლებიან, რომ სოფლიო ცივილიზაციის ფუძემდებლები არიან, რომლებიც მოვიდნენ და გამზადებულ ცივილიზაციის ასათვისებლად დასახდნენ. ესია თუ რამე მეშლება მე. მართალი ბრძანდებით. და ისინი რატო ჩამოვიდნენ აეთთან ოქროს საწმისის მოსაპარად. ესე იგი აღიარეს პრიმატი, რომ იქ რა ტერიტორიაზე ისინი დასახდნენ, იქ ისეთი ტომი ცხოვრობდა, რომელსაც ჰქონდა ეს თქმულებებში და მითებში ჩანერგილი იყო, რომ იქ იყო ოქროს საწმისი. ოქროს საწმისი ეს არის მისტიკური ცოდნა, მატერიალური ცოდნა. თვითონ აეტი ითვლებოდა, რომ მზის ძმე, ჰელიოსის ძმა იყო, ხო? და ოქროს ღირებულება მოდის კავკასიიდან. პრომეთეს მითიც კავკასიიდან მოდის და კავკასიაზეა მიჯაჭული. რას ნიშნავს ეს ყველაფერი შენებურად აგვიხსენე? გამარჯობა, ბატონო მალხაზ და ყველას მივესალმები, ვინც გვისმენს. თქვენ მართალი ბრძანეთ, რომ ჩვენ გვაქვს 8000 წლის წინანდელი ქვევრი, რომელიც დაადასტურა საერთაშორისო კომისიამ. მაშინ მე გახდით სოფლის მეურნეობის სამინისტროში მუშაობდი და ეს კომისიასთან მე შეხვედრები მიწევდა. ეს იყო უმაღლესი რანგის მეცნიერებისგან შედგენილი კომისია. მათ მიიღეს სრული ინფორმაცია და დადეს სამართლიანი დასკვნა. აღმოჩნდა, რომ ჩვენ ქართველები მეღვინეობას, ქვევრის მშენებლობას ვაკეთებდით და მივახციეთ 8000 წლის წინ. მანამდე ჩვენ სულ მინიმუმ 1000 წელი გვჭირდებოდა ცხოვრებისა, რომ მეცხოველეობა, მემცენარეობა, მემართულეობა ყველაფერი გაგვევითარებინა, რომ ამოვსულიყავით ყურძენზე და შემდეგ ღვინოზე, ავაშენებდით უკვე ქვევს, სადაც ჩვენ უკვე ვიცხოვრობდით საუკუნეები, ქვევს სადაც ააშენებ, შენ იქიდან აღარ მიდიხარ აღარსა. რა თქმა უნდა, შენ ხარ იმ ადგილის მკვიდრი. საფუძვლიანი მკვიდრი ხდები. იქ აიწია პირველად ხანძი და იქ შეისვა სადღეგრძელო, რომელიც ახლა მერც მიეძღვნა. ეს უკვე ცივილიზაციაა, დადასტურებული ცივილიზაცია თავისი სრული მშვენიერებით. აი ბრძანეთ კი ბატონო, რომ ჩვენი ისტორია მოიცავს წერილობითი წყაროების მიხედვით 3000 წელიწადს დაახლოებით იქ ლაპარაკი ასურეთის წყაროებზე, ასურულ წყაროებზე, ბერძნების წყაროებზე, იქ ლაპარაკი ასევე არგონავტების ამ მითზე, რომელიც 3200 წლისაა, მაგრამ მითია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში წერილობითი წყაროა. ესე იგი ჩვენ გვაქვს ბნელი ფანჯარა, რომელიც უდრის 5000 წელიწადს. კი ბატონო. აი ბატონო, არაფერი არ ვიცით საქართველოს. არაფერი არ ვიცით. და ერთადერთი რაც გვჩება ჩვენი ინსტრუმენტი, ეს არის ჩვენი ქართველური ენები. ბატონი გია რამდენ შრომებს მუშაობს რეები გაიშიფრა მის მიერ. ბატონი ალიკო უკვე აი ეს წიგნი რომ გამოიცა, აქ უკვე მითითებულია რომელ საუკუნეში, რომელი სიტყვა იქმნებოდა. ეს უკვე ლაპარაკია სიზუსტეზე, მათემატიკურ სიზუსტეზეა ლაპარაკი. ესე იგი ჩვენმა მეცნიერებამ უკანასკნელ ნახევარ საუკუნეში შეიძლება ითქვას, ოდნავ უფრო ადრეც, ერთი საუკუნე შეიძლება ითქვას, მიაღწია დაზუსტებას მათემატიკურს, ასტრონომიულს იმისას, რომ განისაზღვროს ჩვენი როგორც ცივილიზაციის მყოფობა და არსებობა. რაც შეეხება არგონავტებს. ეს არგონავტები და ეს იგივე ბერძნები, იგივე ვინც არიან ეს ინდო-ევროპული ენების მატარებლები და ასე შემდეგ ევროპული ერებიც ისინი არა დამოლოდი რომ მოსულები არიან. მანამდე იქ იყო ცივილიზაციები. ეს ცივილიზაციები გადარჩენილია კუნძულებზე, როგორიც არის ბასკეთი, როგორიც არის უელსი, როგორიც არის შოტლანდიის მთები, კორსიკა და აქ ამ წერტილებშია შემორჩენილი, რას თქვენ ბრძანეთ, მისამ ამას უახლოვდებით, თქვენაც წარუდგინეთ მაყურებელს, ჩვენი მრავალხმიანი მუსიკა ამ კუნძულებზეა გადარჩენილი. ეს უკვე ადასტურებს, რომ ეს ერთი დიდი ცივილიზაციის, იბერიული ცივილიზაცია უკვე დაურყვა. ამას იმიტომ, რომ არსებობს იბერია, ევროპული და არსებობს იბერია კავკასიური. იბერიული ცივილიზაციის ნაშთებია, ოღონდ ის თუ ნაშთებია, ჩვენ ვართ სრულყოფილი ცივილიზაცია. ჩვენ ნაშთი არა ვართ. ჩვენ ვართ სრული სახელმწიფოდ შემდგარი ცივილიზაცია, რომ წარმოუდგენელია, რომ შენ 8000 წელი კი არა, 3000 წელი კი არა, სულ 8000 წელი ცხოვრ და სახელმწიფო რო გქონდეს, ეს უკვე წარმოუდგენელია. ეს ნიშნავს იმას, რომ შენი გენეტიკა აბსოლუტურად შეუფასებელია რა მასშტაბის წარმოადგენს შენ. ამიტომ ჩვენ პირადად მე მომეცა ბედნიერება, რომ უსმენდელა ვკითხულობდე ბაბა
ხალბატონი ალიკო შრომებს, აგერ ბატონ გიესთან ბედნიერება მაქვს რომ ერთად გადაცემაში მიიღო მონაწილეობა. ხალბატონი ანა მესხი ახსენა ბატონ მაგიამ. კიდევ არიან შესანიშნავი ქართველი მეცნიერები, ოღონდ სისტემურზე თუ ვილაპარაკეთ, სისტემური შეიძლება როგორც მე მკითხველმა ამ შემთხვევაში და არა მეცნიერმა დავასახელო რამოდენიმე დიდი პიროვნება ამ საოცარ გზაზე, რომელიც ერთი საუკუნეა გრძელდება. ეს არის პაულე ინგოროყვა, ეს არის რამაზ პატარიძე, ეს არის ალიკო ცინცაძე, ეს არის ხალბატონი ანა მესხი. რა თქმა უნდა, გია კვაშილავა კიდევ რამოდენიმე კაცი და კიდევ ჩვენ დიდი მეცნიერებიც, რომელმაც ის წიგნი გამოცეს, რომელიც კგბ-მა აკრძალა საქართველოში, ისინიც, მაგრამ მე ახლა გამოვყავი იმ ადამიანების წრე, რომლებიც ძალიან ახლო მივიდნენ ცივილიზაციის საწყისებთან და ამას ადასტურებენ სამეცნიერო კვლევები და აღმოჩენებით. ეს ბედნიერება ჩვენს თაობას ერგო წილად და ახლა თუ მაქვს საშუალება ვთქვა, რატომ და ვინ ებრძვის ამას ყველაფერს? ჩვენ გვაქვს საათი ნახევარი კიდე დარჩენილი და ჩვენ იმიტომ კი არ მოგვყარეს ეს ოქროს საწმისი აქედან ცოდნა წაიღეს საერთოდ არ გააჩნდა ეს პრომეთე რომ დაარქვეს ნაღაკავკასიურმა ამირანს მოადგენენ საბერძნეთში დაადგებოდნენ იქვე ოლიმპოზე იტყოდნენ რომ იქ გადაგაცო იმიტომ რომ სხვა ცოდნა და ცივილიზაცია არ არსებობდა მათთვის და არც არავისთვის ამიტომაც მათ ამირანის ისტორია მოიპარეს და წაიღეს და ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე რომ ისინი არიან ჩვენი მხოლოდ შვილთა შვილები შვილები და შვილიშვილები ჯერ კიდევ სხვები არიან ჩვენ იმაზე ჯერ არ გვისაუბრია ამ გადაცემაში ყოველ შემთხვევაში რაც შეეხება ვინ აი ხა ინტერაქტივი რომ მიმდინარეობს მე მასაც მინდა შევეხო იმიტომ რომ ცოტა მეტი ინფორმაცია მივაწოდო იმ ადამიანებს ვინც მონაწილეობს ამ ინტერაქტივში როგორ დაიწყო ეს ყველაფერი სტალინის და ბერიას გარდაცვალების შემდეგ გეგმა როდესაც ხრუშოვმა ხელში ჩაიგდო ძალაუფლება მისი მარჯვენა ხელი ამ შემთხვევაში იყო სუსლოვი და კიდევ რამოდენიმე კაცი, რომელთაც გადაწყვეტილი ჰქონდათ, რომ ძალაუფლების აღებისთანავე მათ საქართველოს უნდა დაეშალათ. ეს დაშლა გამოიხატებოდა აი სუსლოვის ნათქვამი ყოველას აგვიკითხია ჩვენ რომ თქვა რომ ავტონომია მივენიჭოთ აფხაზეთში უნდა ჩამოშორებოდა საქართველოს, ავტონომია უნდა მიენიჭებინათ სამეგრელოსთვის და სვანეთისთვის და საქართველოს უნდა დაეშალათ როგორც რესპუბლიკა. მაგრამ ამას წინ რა უძღოდა? მათ მეცნიერებას დაარტყეს და როგორ 14-ში დაიბეჭდა პაულე ინგოროყას ეგენი გიორგი მერჩული. იქ არის საოცარი ისტორია ჩვენი, ამას ციხესიმაგრეს უწოდებდნენ ჩვენ დიდი მეცნიერები და ის სუფრები იშლებოდა იმ 50-იან წლებში ამ წიგნის დღეგრძელობით ეწყებოდა რომ ასეთი წიგნი ჯერ დაწერილი არ იყო საქართველოს ისტორიისა. ეს წიგნი უკვე კგბ-ს დავალებით დაიწვა სოხუმში 55 წელს. 56-ში მოხდა 9 მარტი, ის რაც მოხდა, მათ სისხლში ჩაახშეს ქართველების ბრძოლა ამ შემთხვევაში საქართველოს დაცვისთვის. აქ იმ შემთხვევაში სტალინი იყო მიზეზი, თორე ხალხმა იგრძნო, რომ საქართველოს საფრთხე ემუქრებოდა და სტალინი მიზეზი იყო ამ შემთხვევაში და მათ ეს ქართველი ახალგაზრდობა სისხლში ჩაახშეს და 56 წელს მოვიდა ზესაიდუმლო წერილი მოსკოვიდან საქართველოს პირველ და მეორე ცეკას მდივნებზე და ასევე კგბ-ს ხელმძღვანელზე, სადაც ეწერა, რომ ის წიგნი ივანე ჯავახიშვილი, ნიკო ბერძენიშვილი და სიმონ ჯანაშია უნდა ამოღებულიყო და ერთი ავტორი იყო ცოცხალი მომენტისთვის ბატონი ნიკო ბერძენიშვილი, ის უნდა დაეპატიმრებინათ. მაგრამ მოხდა ისე, რომ ეთყობა რაღაც მოელაპარაკა ბაშიდელი ჩვენი რესპუბლიკის ხელმძღვანელობა ცენტრალურ ხელისუფლებას და ნიკო ბერძენიშვილს დაევალა და მან 58-ში ახალი წიგნი გამოსცა, რომელმაც ჩაანაცვლა ის წიგნი, რომელიც საქართველოს ნამდვილ ისტორიაში შეეხებოდა. და აი აქ რატომ მინდა რომ პარალელი გავავლო იმ დროსთან ის რაც მაშინ დაიწყო ბატონო მალხაზ 50-იან წლებში ხრუშოვის დროიდან ის სამწუხაროდ დღესაც გრძელდება. ხო და რატო გრძელდება? აი ხო მოვიდა ეროვნული ხელისუფლება. ხო არის დამოუკიდებელი ქვეყანა. რატომ აგრძელებენ იგივეს? საოცრება სწორედ ამაში არის რომ ნიკო ბერძენიშვილს რომ დაევალა და მას სხვა გზა არ ჰქონდა დიდ ქართულ ადამიანს, დიდ ისტორიკოსს რომ შეეცვალა ეს მაინც აქ საჭიროა პრობლემის ამორტიზირება, ასე რომ ვთქვა, რა არ შეიძლება ყველაფერს დაეჯახოს და სახელმწიფო მიუგდოს საჭიროდ გადაგორება ჭირდებოდა ამ მომენტს. ახალი წიგნი დაიბეჭდა პაულე ინგოროყას ყველა აღმოჩენა რომელიც კი იყო. იქ შოთა რუსთაველის ვინ იყო ვინაობაზე, იქ ლაპარაკია ქართული სანოტო ნიშნების ამოხსნაზე, რომელიც მწვერვალია აბსოლუტურად მუსიკალურ სამყაროში. ისეთი სანოტო ნიშნები ამოხსნა, რომელიც იუნესკომ პარიზში დაბეჭდა თავის ჟურნალში და რადიოთი გააჟღერა. ის დაივიწყეს ალათი და მიაგდეს. ამიტომ პირველი ბრძოლა პაულე ინგოროყა შრომებს გამოუცხადეს. იქ მარტო აფხაზეთზე არ იყო საკითხი, სოხუმში დაიწყო წიგნები. მისი სამეცნიერო ყველა აღმოჩენა ჩაახშეს. რამაზ პატარიძე გახდათ პაულე ინგოროყას მოსწავლე. ის ამბობდა ბატონი რამაზი მე მეუბნეოდა ბატონ ალიკოს ეუბნეოდა რომ კაცო შენ მასწავლებელი პაულე ინგოროყა იყო კაცო და ისიც ჩაახშეს მაგრამ ეს ხდებოდა კომუნისტების დროს რაც ხდებოდა ხო მაგრამ ის ვინც ამას ახშობდა ქართველების ხელით
ხა ბევრი მათგანი არ არის ხა ცოცხალი და მე არის მინდა არავის დასახელება, მაგრამ ეს ინერცია დღემდე გამოყვა ამას ყველაფერს. მათი მოსწავლეები არიან. ბატონი გია ბრძანებს, კაცო, არც კი აინტერესებთო, არც კი განიხილავენ ამას ყველაფერსო რა. მე ხა კიდევ ერთ სიახლეს მოგახსენებთ ბატონო მალხაზ და ბატონო გია. ბატონი ალიკოს ინიციატივით დაიწერა წერილი პრემიერ-მინისტრის სახელზე. სულ ახლახანს, რომელიც გაიგზავნა, ის წერილი დაეწერა შემდეგ, რომ განიხილეთ, ნახეთ, მოგვისმინეთ, რასაც თქვენ ბრძანებთ. ის წერილობით გაიგზავნა პრემიერ-მინისტრის კანცელარიაში. დაეწერა განათლების სამინისტროს. განათლების სამინისტრომ ეს დააწერა უნივერსიტეტს და დააწერა ინსტიტუტებს. აქედან ერთ-ერთმა, ახლა მე არ ვასახელებ, იმიტომ რომ არ უნდა დასახელების დრო ჯერ არ არის, იმიტომ რომ სხვები მუშაობენ და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ აქ ყოველ შემთხვევაში გამოხმაურება ნორმალური იქნება. მოგწერა, ეს ჩემი კომპეტენცია არ არისო. ლაპარაკია ისტორიის ინსტიტუტზე. ისტორიის ინსტიტუტს როგორ შეიძლება არ აინტერესებდეს ის, რაც აღმოაჩინა ბატონ მალიკო ცინცაძემ. რაც შეეხება ფესტოსის დისკოს მაგალითად, რაც შეეხება ჩვენ ცივილიზაციას. არ აინტერესებთ, როგორ შეიძლება არ აინტერესებდეს? თუ არ არის მათი კომპეტენცია, მაშინ ახალი კომისია ჩამოყალიბდეს, სადაც კვალიფიციური სპეციალისტები იქნებიან. ნუ უგზავნიან განათლების სამინისტრო, ნუ უგზავნის იმ დაწესებულებას, სადაც კვალიფიციური სპეციალისტები არ არიან. აი ამიტომ ის კომისია შეიქმნას განათლების სამინისტროსთან, აი იმ პროფესიონალებს გავუყევით, რა თქმა უნდა, მართლებს ბრძანდებით და ოღონდ ერთი კიდე რამ მინდა აღვნიშნო და ბატონ მალხაზის კითხვას პასუხი უკვე ასე გავცე. 2007 წელს გადაწყვეტილებით დაინგრა საქართველოს სამეცნიერო საზოგადოების მეცნიერებათა აკადემიის სისტემა დაიღუპა, პირდაპირ შეიძლება ითქვას, კაცო. იურიდიული სტატუსი გააჩნდა 46 ინსტიტუტს. ეს იყო შეიძლება ითქვას უმრავლესობა მსოფლიო მასშტაბის ინსტიტუტები იყო. იმათ წაართვეს იურიდიული სტატუსი, ისინი აღარ არიან ცალკე იურიდიული პირები, რამოდენიმე სულ გააუქმეს, რამოდენიმე შერჩა სახელი, თითოეულ თანამშრომელი და თითო ორი ოთახი დაუტოვეს, რომლებიც მიაბეს უნივერსიტეტებს. ახლა ჩვენ თბილისის უნივერსიტეტს შეუძლია რომ ინსტიტუტის სიმაღლე აწიოს, როგორც მანამდე არსებობდა, მაშინ როცა აგერ რეფორმას ატარებენ და კიდევ კინაღამიქით გააუქმეს ჩვენი ორი უნივერსიტეტი, ტექნიკური და სახელმწიფო, კაცო. ამიტომ მოწყობა, მე გიასე ბატონ გიაკაშელოვას ახლა ვეთანხმები რაში. სახელმწიფოში სამეცნიერო მოწყობა მოშლილია. 2007 წელს დაწყებული, რაც მოხდა წინა ხელისუფლების დროს, ახალი ხელისუფლების მიერ ეს არ იცვლება არანაირად და ის ხალხი ძვირფასი ადამიანები, რომლებიც კიდევ 15 წელი, 10 წელი, მათ გააჩნიათ ძალა რომ ეს ცოდნა, რაც მათ მოიპოვეს. გადასცენ ახალ თაობას. გადასცენ ახალ თაობას. ეს თუ ხელისუფლებამ არ გააკეთა და ისა ბატონ მალხასთან ამოვარ, რაც მას არეთ გადაცემაში ვთქვია. სამობილიზაციო მარტო ეკონომიკა არ არის. მობილიზაცია ჭირდება ცოდნას და იმ ნიჭს, რომელიც ქართველებს გაგვაჩნია, რომელიც ჯერ კიდევ გაგვაჩნია და აი ეს უნდა მოხდეს სახელმწიფოს ცენტრალური სამობილიზაციო მიზნების განხორციელებისათვის და იმ აღმოჩენების გაზიარებისათვის, რომლებიც აი ჩვენ თვალწინ ხდება, რაც თქვენ ბრძანეთ ბატონო მალხაზ. მესანჯებით. პარადოქსები ხდება ხოლმე და ცხოვრებაში და მე მოვიყვან ისე მაგალითს, რომელიც უკვე ითქვა. სამი დიდი მეცნიერიდან ერთ-ერთი იყო უდიდესი ქართველი მეცნიერი სიმონ ჯანაში. მისი შვილიშვილია სიმონ ჯანაში. ის მიღებული ადამიანია, როგორც კარგი მეცნიერი, მას პატივსცემენ თავისი კოლეგები, სტუდენტები, მაგრამ როგორც კი საქმე შეეხო. ბატონ ალიკო ცინცაძეს საოცარ აღმოჩენებს. ადამიანმა Google საზებარში მონახა რომ ასტრონავტ მეცნიერებაო ესო არისო უცხო პლანეტელებთან დაკავშირებული. ასო კავშირი არ აქვს ბატონ ალიკოს ეს ხელა რუხსენებია სიტყვა. ადამიანს წაკითხული არ ქონდა. თავის ბაბუის ნაშრომი. თავის ბაბუის ნაშრომზე აღლაპარაკო, უბრალოდ მისი შვილიშვილია, რომელიც KGB-მ, მისი ნაშრომი KGB-მ ამოიღო და გაანადგურა. მარტო ის კი არ იყო, რომ იქიდან ამოიღეს სკოლებიდანო. თითოეული ეგზემპლიარი უნდა განადგურებულიყო ის ციგნი. და მისი შვილიშვილი იგივე საკეთებს საქართველოს მეცნიერის ალიკო ცინცაძის შრომის მიმართაც. ის KGB-ს გზას იმეორებს. ის დასავლელია. აი ახლა აქედან მინდა მოვიყვანო რა. აი ეს ბიჭი, როგორც ბრძანეთ შეიძლება იმათ ხარეს არ მოადგენდეს რა. აი შეიძლება რომ კონკრეტულ ფინანსებს უყოფენ, რომ ესეც სისულელეები წეროს. სპეციალურად არჩევენ სახელს და გვარი ალექსანდრე დიდებულიძე. ხო, ისეთ გვარებს არჩევენ. ხო, ეროვნული გმირების სახელებს ეფარებიან. განათლების რეფორმა იაკობ გოგებაშვილის სახელი დაარქვეს, იქით ეროვნული პედაგოგიური ინსტიტუტს გააუქმეს, ჭავჭავაძის სახელი დაარქვეს, ილია უნი და ასე შემდეგ რა ილია უნი. შიგნით რა არის, შინაარსი რა არის? შინაარსი ეს არის სიმონ ჯანაშია გამოვიდა და საქართველოს ისტორიას ებრძვის. აი მე მარტივ რაღაცას გეტყვით. აი ხლა მაგალითად დღეს პოლიტიკურ გადაცემას ჩემ და სოსოს
უყურებდა 1800 კაცი. მეც უყურებ. 1800 კაცი უყურებდა YouTube-ში. ეხლა ამ გადაცემას 277 კაცი უყურებს. ეხლა მე ქართველებს ვუკვირთ, რომ რატო უნდა გაინტერესებდეს ირანში რა ხდება უფრო მეტად ვიდრე საქართველოს ისტორიაზე ვლაპარაკობ. ამ თემაზე ხო ყოველ ტელევიზიაში სად ლაპარაკობენ მითხარით? გინახიათ სადმე რომ ლაპარაკობენ ამ თემებზე? თქვენ გინახიათ სადმე? ერთადერთი ან თქვენ გინახიათ სადმე რომ ლაპარაკობენ? აქ ლაპარაკობენ, ხო? და მოდიან უმაღლესი სპეციალისტები და თქვენ გიყვებიან იმას, რაც თქვენ დავიწყებული გაქვთ და არიცით და თქვენ ამ დროს პოლიტიკურ გადაცემას უფრო მეტ პატივს მიაგებთ. ისიც არა ვარ წინააღმდეგი, რომ პოლიტიკურ გადაცემას პატივი მიაგოთ, მაგრამ ამას 1-5-6-000 კაცი უნდა უყურებდეთ პირდაპირ ეთერში. ესეთ გადაცემას თქვენ ვერსად ვერ ნახავთ და მე თქვენ თვითონვე ამბობ და იძახით, რომ ქართული მედია თურმე ყოფილა სხვა ნარატივის ქვეშ. ბიჭო, რო შეხედავთ TV1-ს და ფორმულას უფრო მეტად, ვიდრე აი ამ მნიშვნელოვან გადაცემას, რატო აწერია ამ გადაცემას დიდი რეალური პოლიტიკა? ეს არის ქართველების დიდი რეალური პოლიტიკა. ჩვენ აქ უყრით საფუძველს ქართველების დიდ რეალურ პოლიტიკას. ესია თუ არა? ჩვენ თუ გადარჩენა გვინდა, როგორც სახელმწიფოს, როგორც ერს, მაშინ თქვენ ამ საქმეს ემსახურებით, ბატონო მალხას, ეს გადაცემები ამას ემსახურება. ჩვენ სუსტდებით. ჩვენი ბავშვები იმდენს აღარ სწავლობენ, ამდენს უნდა ისწავლონ. წიგნებში ისე აღარ წერია, რაც უნდა ეწეროს. უმაღლესებში ბავშვები არ დადიან, სკოლაში როცა უნდა მიდიან და მოდიან და გავა კიდე 20 წელიწადი და ასეთი თაობა სახელმწიფოს ვერ შეინარჩუნებს. ამაზეა ლაპარაკი და ამის გადარჩენა, აქ სადაც ისმენთ, ამას თუ არ მოევლო ვერაფერი ვერ ეშველება. აი ბატონი გიხა ბძანებდა მედია, კირკე, საბერძნეთი, არგონავტები ვახსენეთ. ეს უზარმაზარი კოლხური სამყაროა, ეს მეგრული სამყაროა. ჩვენ მეგრულ ენას გვესმის რა მნიშვნელობა გააჩნია დედამიწელებისთვის, ლაზურ ენას, სვანურ ენას. ჩვენ ამას ყურადღებას არ ვაქცევთ. რატომღაც ესეთი წარმოდგენა აქვს, რომ აი სუსლოს როგორიც ქონდა, რომ თითქოს მეგრელ კაცს უნდადეს სეპარატიზმი და რაღაცა. ამ ბოლო 30 წელიწადში მეგრელებმა ყველაზე მეტი სიცხლე გაიღეს საქართველოს ერთიანობისთვის. ყველაზე ბევრმა დაკარგა თავისი ოჯახის წევრი და თავისი ქონება და სახლი აფხაზეთში და კიდევ სამეგრელოში. და ჩვენ იმენას არ ვფრთხილდებით. ეს რა შუაშია აქ ეს მოგონებები, კაცო? მეგრული ენა, სოფლიო ენა, ლაზური ენა, სვანური ენა, ქართული ენას ყურადღებას არ აქცევენ. ბავშვები აღარ ასწავლიან აღარც ლექსებს და აღარც ისტორიას, კაცო. ამიტომ ჩვენ თუ გვინდა ამ ქვეყნის სიყვარული დავიჩემოთ და ეს როგორც დროშა ავაფრიალოთ, მთელი მსოფლიოს თვალწინ, თუ ვინ ვარ ჩვენ? აქ რა არის მოსარიდებელიან დასამალი? უნდა ვანახოთ, რომ ჯუნგლები თუ ვინმე არიან, ქართველების გარდა შეიძლება ყველა აღმოჩნდეს ჯუნგლებში მაცხოვრებელი. 8000 წელს ვიღებთ ამ ცხოვრების მამანძილის ამიტომ ჩვენ ხელისუფლებას მიმართავთ. უკვე ისე კი არა რომ თხოვოთ, ისინი ვალდებულები არიან იმისთვის, რომ დაიცვან ქართული ენები, დაიცვან ქართული მეცნიერების შრომები. ეს არ უნდა ჩაუგდონ ხელში ვითომ სიმონ ჯანაშიებს. როგორ შეიძლება ამ ხელაკაცის შვილი იყო, მის სახელზე გვარცადარებდა და როგორც უვისი ადამიანი მასე გამოდიოდა და ალიკო ცინცაძეს წიგნებს ასე ეყურებოდა. წაკითხული მაინც არა, ან თუ წაკითხული გაქვს, ამას როგორ ბედავთ? თქვენ ვინც ამას აკეთებთ? ეს საქართველოს მარტო ერთი მეცნიერი კი არა, კაცო. საქართველოს ისტორია მრავალათასწლიანი. ამიტომ ჩვენი თხოვნა ხელისუფლების მიმართ ძალიან გთხოვთ. ამ ადამიანებს, რომლებიც ჩვენთან ერთად ცხოვრობენ, ამ ქალაქში დაბრძანდებიან, ამ შრომებს წერენ და გამოსცემენ ყოველ წელს, მოусმინეთ, შეისწავლეთ, გაიგეთ ვისი ხელისუფალი ბრძანდებით და ძალიან გთხოვთ, რომ ეს ყველაფერი მომავალ თაობებს გადასცეთ, როგორც ეს თქვენ გევალებათ. ხო და აი რას ვერ გებულობ, იცი, აი თქვენ ხრუშოვი ახსენეთ, ხო? ხრუშოვი, ტროცკი, ეს იდეოლოგია დღეს რო ცოცხალია, ჩვენ ხო ხედავთ ამას, დავით. შენ განკარგად იცი, ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრია. ამ იდეოლოგიის მიმდევარი მეცნიერებიც ხო ცოცხლები არიან და გამправებლებიც. მოდით ესე ვთქვათ, ხო? ქართული ისტორიოგრაფიას როდის უნდა მიეხედოს სიღრმისეულად? აი იმ ფესვებიდან, რა ფესვებზე ჩვენ აქ ვისაუბრეთ თუნდაც. შენ მინდა რომ გასცე პასუხი ამ ყველაფერს. ბატონო მალხას, თქვენ 80-იანი წლებიდან თქვენ თვალწინ, თქვენი უშუალო მონაწილეობით ეროვნული მოძრაობა როგორ იბადებოდა, იზრდებოდა და ვითარდებოდა და როგორ მოიპოვა საქართველოს დამოუკიდებლობა, ყველაზე კარგად იცით. ახლა ჩვენ თავს გულისხმობ. და ის ადამიანები, ვინც იქ იყვნენ, ზვიად გამსახურდია მერაბ კოსტავა და ეს კიდევ საოცარი ქართველები, საოცარი განათლების და აი რაღაც ყველანაირად ახსილი ადამიანები
დაგვიხოცეს. ხო მე ქართველებზე ვლაპარაკობ, იმ ძალებზე ვლაპარაკობ, ვინც საქართველოს საბოლოო ჯამში ებრძვია. და ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ზვიად გამსახურდიას ნათლია იყო პავლე ინგორობა. კონსტანტინე გამსახურდიას დიდი ძმა და მეგობარი. და ეს კაცი მე პირდაპირ ჩემთვის ლაკმუსის ქაღალდია. პავლე ინგორობა შრომებს. არ აღიარებენ დღემდე. საოცრებებია. თუ მეცნიერი ამას არ აღიარებს, ჩემთვის უკვე ეს გადაწერილია იმ ჯგუფში, რასაც თქვენ ახსენებთ ახლა, რომ ის ხალხი დღემდე აგრძელებს ტროცკიზმს და ხრუშჩოვიზმს საქართველოში. ამიტომ ჩვენ ეროვნული მოძრაობა არ დაგვიმთავრებია. მეცნიერება ის ზღუდე, რასაც შეაწყდა ქართველი ხალხი და ერი და ამ მეცნიერების დაბრუნება და გასოცხლება საჭირო ის რაც ქართულია. ჩვენ შეიძლება დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ, ჩვენ ვირჩევთ ჩვენ ხელისუფლებას, ჩვენ ვართ გაეროს წევრი და ყველაფერი, მაგრამ მეცნიერება ისევ მოკვეთილია. კომუნისტების დროს ვითარდებოდა ზუსტი მეცნიერებები, ყველაფერი რაც ჭირდებოდა საბჭოთა კავშირის და იმპერიას, მაგრამ ის რაც ქართველური იყო და რაც სიღრმისეული იყო, ძირში იყო მოკვეთილი. ეს გრძელდება დღემდე. ამას ემატება იგივე ის სიმონ ჯანაშიას სახით ის ძალა, რომელიც უკვე აღარ ვიცი რომელი მხარის ძალაა, დასავლურია თუ ჯანდაბურია, მაგი ვეღარ გავარკვიე, მაგრამ სახე იმაშია რომ ეროვნული მოძრაობა რო აღდგეს, ქართული ფესვები და ძირი უნდა წინ წამოვწიოთ. მე კიდე სხვანაირად ვიტყვი რა, უკვე კომუნისტებსაც ჰქონდათ სასარგებლო რაღაცეები, რომლებიც დღემდე ჩვენ ვერ მოვახერხეთ მათი კარგი რაღაცეების გადმოღება. ეროვნულ მოძრაობასაც ჰქონდა კარგი რაღაცეები. მენშევიკურ მთავრობასაც ჰქონდა კარგი რაღაცეები. წინანდელ მოღვაწეებსაც ჰქონდა კარგი რაღაცეები. ჩვენს წელთაღრიცხვამდეც იყო კარგი რაღაცეები ქართული, მერეც იყო კარგი რაღაცეები ქართული და 8000 წლის წინაც იყო კარგი რაღაცეები ქართული. აი ეს ყველაფერი უნდა გავაერთიანოთ და ერთიანი ქართული იდეოლოგია უნდა ჩამოვაყენოთ. ეს ხდება თქვენთან, სხვაგან ეს არ ხდება. კი ბატონო, მაგრამ ეხლა მე ხო არ ვამბობ პრეტენზია არ მაქვს, რომ მთელი ერისთვის ეს გავხადოთ. პრემიერ-მინისტრმა უნდა გადაწყვეტოს, ხლა მოусმინოთ და გააკეთონ. მე ხო ჩემთვის არ მინდა ეს ყველაფერი. ჩემი ქვეყნისთვის მინდა. ესე არ არის. აი ხლა რაც თქვენ ბრძანეთ ჩამოთვალეთ, ხო? მე მადლიერი ვარ ბატონი გიას, ისეთი სურათები ვანახა, აი გულს სიხარული მოეფინა რა. სიმონ ყაუქჩიშვილი, მიხაკო წერეთელი, გიორგი ჩიტაია, საოცრებები, კაცო. ამ ადამიანებზე გადაცემები უნდა იყოს, ამათმა რა გამოიკვლიეს, რა აღმოაჩინეს, რა დაგვიტოვეს, ამაზე არ ლაპარაკობს არავინ. არც საზოგადოებრივ არხზე და არც ერთი მხარე არხები რო არის, არც ერთზე არ ლაპარაკობენ. რომ დაატარებენ ამ სადებატო მაგიდას, ასეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ პოლიტიკური ვერი მკვდარია. ასე მგონია, რომ სასაფლაოზე აიტანეს თემა არა. სასაფლაოზე დადგეს ეს მაგიდა და მკვდრებს ელაპარაკებიან. რა უბედურება არის? მე მინდა ერთი მაგალითი მოვიყვანო, რომელიც ძალიან კარგად ახასიათებს საქართველოს კულტურის სამინისტროს და მის ორგანიზაციას შემოქმედებით საქართველოს. ამ ორგანიზაციის მხარდაჭერით სამი ადამიანი, მათ შორის ერთ-ერთი მე გახლავართ და კიდევ ორი, ეს არის ბატონი მიხეილ ლამძღულაძე, რომელიც იყო დამაარსებელი საზოგადოებრივი ორგანიზაციების კოალიციისა 15 წლის წინ და ქალბატონი ნანა ფალიანი, რომელიც არის ინიციატორი ამ პროექტისა და კულტურის სამინისტრო მხარს გვიჭერს, ვახორციელებთ უკვე მესამე თვეა ასეთ პროექტს, რომელიც ოქტომბერში დასრულდება. ჩვენ ვაკეთებთ ასეთი სათაური აქვს ამ პროექტს ქართული პოლიფონიის საყოველთაო ციფრული თვითმასწავლებელი, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერ მოქალაქეს მისცემს საშუალებას, რომ ქართული სიმღერები ხმების მიხედვით დამოუკიდებლად ისწავლოს, მიუხედავად იმისა, მას გააჩნიათ ორასმენა, იცის თუ არა ქართული. აი ეს საიტი და ეს პროგრამა კეთდება და ხორციელდება, ამაში უკვე მე ვთქვი, ვინც დაგვიჭირა მხარე საქართველოს კულტურის სამინისტრომ და ეს მინდა მაგალითი იყოს ყველასთვის, ყველა სამინისტროსთვის და ასევე სახელმწიფო უწყებებისათვის, რომ თუ ასე არ მოეპყარეთ ქვეყანას, ასე მარცვალ არ ააგეთ ის დიდი სახელმწიფო, ქართული სახელმწიფო, სხვანაირად გაუჭირდება მომავალთაობას ამის შენარჩუნება. აი ეს პოლიფონიის პროექტი ჩვენ თავი მიზანი რა არის ამაში, რომ იმ ემიგრანტებს, ბატონმა ალიკომ რო ახსენა, იმ ბავშვებს, რომელმაც ქართული უკვე ზოგს მეორე ენა აქვს, ზოგმა უკვე აღარც კი იცის ქართული, მიეცეს სამშობლოსი დაბრუნების იმპულსი.
ეს არის იგივე რაც იაკობ გოგებაშვილმა რომ დაწერა იავნანამ რა ქმნა ჩვენ რეალურად 21 საუკუნის იგივე პროექტს ქმნის უკვე შესრულებულია 12 სიმღერა 10 რეგიონიდან თითო სიმღერა არის 2 აფხაზურ ენაზე ჩაწერილი სიმღერა გვაქვს უკვე და ეს პროგრამები იწერება და ჩვენი მედი გვაქვს რომ ეს ძალიან გაახარებს საქართველოს და ჩვენ მაგლიერები ვიქნებით კულტურის სამინისტროს ძალიან დიდი მადლობა